2 ბურთით ვაგებთ და 10 წუთი დარჩა სათამაშოდ. როგორც ჩანს, ერთი გუნდი სულ რამდენიმე წუთში სრულ გამარჯვებას მიაღწევს. მეორე გუნდისთვის ყველაფერი დასრულებულია. ყოველ შემთხვევაში, ანალიტიკოსებსა და კომენტატორებს ამის დაჯერება უნდათ. გაცრუება, იმედგაცრუება, უიმედობა და სევდა ყველა არხზე ისმის. მაგრამ რაღაცნაირად ეს ჯერ არ დასრულებულა. ყველაფერი იცვლება და რამდენიმე წუთში მთელი სურათი თავდაყირად გება. ეხლა მნიშვნელობა არ აქვს, ეს საერთაშორისო ფერბურთის მატჩია თუ საერთაშორისო პოლიტიკის დიპლომატია. მახსენდება დიდი country მუსიკის ფილოსოფოსის კენი როჯერსის უკვდავი სიტყვები. არასდროს ითვლი შენს ფულს, როცა მაგიდასთან ზიხარ. დათვლის საკმარისი დრო იქნება, როცა დარიგება დასრულდება. კარგი, დარიგება ჯერ არ დასრულებულა. პოლიტიკა და დიპლომატია წუთებით, საათებით ან დღეებით არ იზღუდება. გარეგნული სახე არ ასახავს იმას, რაც რეალურად ხდება, რეურად ხდება. ბევრს სჯეროდა, რომ ტრამპი გასულ თვეში ირანელებს დაუთმო. არაბ მოკავშირეებზე დარღვევებისა და თავდასხმების ფონზე სპარსეთის ყურეში ურთიერთგაგებების მემორანდუმზე მოლაპარაკებები გაგრძელდა. როგორც ჩანს, ამ კვირის მთავარი ყურადღება თურქეთში ნატოს შეხვედრასა და ტრამპის ერდოღანისადმი გულთბილ დამოკიდებულებაზე გადავიდა. მაგრამ აი გამოჩნდნენ ირანელები, ახლა დასმული შაჰად დუმით, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში ავრცელებდნენ სისულელეებს მათი მოახლოებული გამარჯვების შესახებ და არტყეს ხომალდებს ხორმუზის სრუტეში და შეეჯახნენ შეერთებული შტატების რისხვას, თუ არა. როგორც ყოველთვის, მედია ისტერიული და მთგუნველია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოვლენებზე არიან კონცენტრირებულნი, რეალობა ცოტა უფრო რთულია. და ამ კვირას კიდევ ერთხელ შევხედავთ ამას და უფრო ფართო სურათს. როგორც თქვი, ირანელები ამ კვირაში გამარჯვებას აცხადებდნენ, როცა ხომეინის მის საფლავში მარხავდნენ. მათი რეალობა ბევრად უფრო მძიმეა. როცა ხომეინი მიწას მიაბარეს, ირანის ისლამური რევოლუციაც მასთან ერთად იმარხებოდა. მათ აღარ ყავთ თავიანთი ლიდერი. ის ერთადერთი ლიდერი, რომლის არსებობასაც ამტკიცებდნენ, არასდროს გამოჩენილა. ალბათ გეი პრაიდისთვის აღნიშვნისგან ნაბახუსევი იყო. რაც კი გქონდა, იყო აჰმედ აჰმადინეჟადის მეორე მოსვლა. ამბობდნენ, რომ მოკლული იყო, მაგრამ აი ისიც დაკრძალვაზე, ალბათ ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი, რომ ხომეინის გაჰყოლოდა. რაც არ უნდა იყოს, რეჟიმს საკუთარი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. მათი ეკონომიკური ძალა აღარ არსებობს. მათი სამხედრო სისუსტე გამოაშკარავდა. და ისიც კი თუ რამდენად გულუფხილოები იყვნენ გლობალური მოთამაშეები, რომ მათ მისცეს ფარული გზა ბირთვული იარაღის შესაქმნელად, ესეც უკვე გაქრა. ეს იყო რევოლუციური რეჟიმის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტები და მათ არც ერთი აღარ დარჩათ. შეხედეთ ირანს, რომელიც დღეს დარჩა ფეხზე. მათ დაკარგეს თავიანთი ძალაუფლების მთავარი წყაროები. წლების განმავლობაში მათი მთელი ეროვნული ბერკეტი ეფუძნებოდა მსოფლიო ენერგომომარაგების შეფერხებით დამუქრების უნარს. ეს ბერკეტი უკვე კარგავს ძალას, მსოფლიო უკვე აშენებს შემოვლითი მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის გარშემო. და 3 წელიწადში ამ სრუტის სტრატეგიული მნიშვნელობა განადგურდება. მათი მეორე მთავარი აქცენტი მათ ბირთვულ პროგრამაზე იყო მიმართული. მათ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზარმაზარი ეროვნული რესურსები ჩადეს ამაში. ეხლა მათ მხოლოდ გამდიდრებული ურანიუმი დარჩათ, რომელიც ღრმად მიწისქვეშაა დამარხული. ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მთლიანად დაშლილია, ხოლო მისი წამყვანი მეცნიერები ლიკვიდირებულნი არიან. ამ პროექტის აღდგენის მცდელობა ახლა, როცა გლობალური საზოგადოება აკვირდება და ირანი სულად დაუცველია საჰაერო დარტყმების მიმართ, პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი პროქსი ძალები, ჰამასი და ჰეზბოლა, სრულად მომწყვდეულნი და შეზღუდულნი არიან. ამ ტერორისტულ ჯგუფებს დაკარგული აქვთ თავიანთი ოპერაციული ძალის 80%-ზე მეტი და შეზღუდულნი არიან საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლებიც მათ განიარარებას ითხოვს. ირანის ეკონომიკა სრულ ნანგრევებშია. ინფლაცია 300%-ს აჭარბებს. ამერიკული შეფასებებით ომის ზარალი დაახლოებით $800 მილიარდ შეადგენს. უმუშევრობა იქ უკიდურესად მაღალია. ინფრასტრუქტურა განადგურებულია. ამიტომ შესაძლოა სამუშაო შესაძლებლობები საერთოდ არ იყოს. საოცარია, როგორ გვიწევს მუდმივად იმის განმეორება, რაც აშკარაა. ირანი არის რეჟიმი, რომელმაც თავისი პიკი უკვე გაიარა და ახლა ძალიან მკვეთრი დაღმართით თავისუფალ ვარდნაშია. ისინი ფიქრობენ, რომ შეძლებენ სიტუაციის გადარჩენას, თუ აშშ-ს ისევ ბრძოლის ველზე დააბრუნებენ, იმ იმედით, რომ უკეთეს გარიგებას მიიღებენ. არსებობს სერიოზული შეშფოთებაც. ზოგიერთი სერიოზული ანალიტიკოსი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ რა არის აშშ-ს პოლიტიკა. გასულ კვირას ვილაპარაკეს სიმართლის ილუზიაზე. ის, რასაც ეხლა ვხედავთ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ზოგისთვის კონფლიქტის ილუზიას გავს.
ირანის შიგნიდან ინგრევა, როგორც ახლახან აუხსენი, მაგრამ ამჟამინდელი ახალი ამბების სათაურები ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის მძაფრი დაპირისპირება მიმდინარეობს. დოქტორი დორონ მაცა, ისრაელი ექსპერტი, რომელსაც ადრე ინტერვიუს ჩამოვართვი და ადრეც სამიმოწმებია, ამბობს, რომ ამით არ უნდა მოვიტყუოთ თავ. მისი თქმით, რასაც ჩვენ ხედავთ, არ არის არაფერი მეტი, თუ არა ფრთხილად დაგეგმილი თამაში. ეს ყველაფერი თეატრია, ამბობს ის, რომელიც ორ დაღლილ მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს სპექტაკლი დადგას. ირანს შეუძლია აჩვენოს წინააღმდეგობა, რომ სახე შეინარჩუნოს, ხოლო შეერთებულ შტატებს აგრესიის დემონსტრირება. მაგრამ კულისებში დიალოგი გრძელდება. ორივე მხარე სასოწარკვეთილად მართავს დაძაბულობას, იმდენად, რომ თავიდან აიცილონ ერთადერთი რამ, რაც არც ერთს არ სურს, სრულმასშტაბიანი ომი. დოქტორი მაცა აფრთხილებს, რომ ეს შეკავების მოდელი ზუსტად იგივე წარუმატებელი სტრატეგიაა, რომელსაც ისრაელი წლების განმავლობაში იყენებდა თავის უშუალო მოწინააღმდეგეებთან. კონფლიქტის მოგების ნაცვლად, კონფლიქტის მართვის კონცეფცია. და ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, როგორ დასრულდა ეს ისრაელისთვის. თუ ამერიკელები იმავე კატასტროფულ გეგმას მიყვებიან, ეს მათთვის ცუდად დასრულდება. ის შეშფოთებულია, რომ ეს თეატრალური თამაში აძლიერებს შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მტრებს. ირანი უკვე მოითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეასრულოს წინა შეთანხმებები, კერძოდ კი ისრაელის სამხრეთ ლიბანონიდან გასვლა. და ეს სხვებსაც იმავე გზით სვლისკენ უბიძგებს. როგორც ხედავთ, საფრანგეთის პრეზიდენტიც ფლირტაობს იმავე მკვლელურ ბლოკთან, ის კი სირიის მებრძოლ ლიდერ ალ ჯოულანისაც კითხდება. ამავე დროს ჰამასი ღაზაში პოლიტიკურ მანევრს ატარებს იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს სექტორს. ისინი ცდილობენ გამოიყენონ ის, რასაც ჯაჭვის ყველაზე სუსტ რგოლად მიიჩნევენ, შეერთებული შტატები. ჰამასი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები აზრს შეიცვლის და აიძულებს ისრაელს უკან დაიხიოს ახლად შექმნილი უსაფრთხოების ბუფერული ზონებიდან. ისრაელებისთვის მთავარი კითხვა ასეთია: რამდენად შორს სწავლენ ამერიკელები ახლო აღმოსავლეთის ღერძ აყოლაში? დაიცავენ ისინი საკუთარ პოზიციას, თუ მისცემენ თავს საშუალებას, რომ მანიპულაციის შედეგად კომპრომისზე წავიდნენ ისრაელის უსაფრთხოების ხარჯზე. ამ კითხვების დიდი ნაწილი ბოლო რამდენიმე კვირაში დაისვა, მაგრამ ეს პროცესი არის და არა საფეხბურთო მატჩი. ჩვენ ჯერ კიდევ ვაქვს დრო. დაუბრუნდეთ ირანში გამართულ დაკრძალვას სოტახნით. ხალხი აღშფოთებული იყო იმით, რომ რამდენიმე დასავლელი ინფლუენსერი დაესწრო ღონისძიებას და ირანის რეჟიმი შეაქო, ხოლო შეერთებული შტატები გააკრიტიკა. ყველა ეს ინფლუენსერი და დასავლელი ჟურნალისტი, რომლებიც ასე თავდადებულად დადიოდნენ თეირანში, მომაგონეს თუ როგორ. როცა ადრე მთავრობის პრესსამსახურში მუშაობდი, ერთი შემთხვევა ჰქონდა. იყო ჟურნალისტი, ევროპელი ჟურნალისტი, არც თუ მნიშვნელოვანი მედია საშუალებიდან, რომელიც რამდენიმე წელი აქ იყო და სულ ხედავდით მას ყველა მემარცხენე დემონსტრაციაზე, სადაც პალესტინელებს უჭერდა მხარს ისრაელის წინააღმდეგ. ის მუდმივად მონაწილეობდა ამ პოლიტიკურ თამაშებში. ამიტომ გადავამოწმეთ, რამდენი მასალა გააშუქა იმ პერიოდში, როცა აქ იყო დანიშნული. ნამდვილად ჟურნალისტად მუშაობდა, აღმოაჩინეთ, რომ ძალიან ცოტა გააშუქა, თუ საერთოდ გააშუქა რამე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთი კონკრეტული წლის განმავლობაში არ მიგვეცა მისთვის პრესის აკრედიტაცია. მოგვიანებით დამიკავშირდა ერთ-ერთი ჩვენი საიდუმლო უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი და მითხრა, რომ სურდათ მისთვის პრესის აკრედიტაცია კვლავ გამეცა. იმ დროს რაც აღმოვაჩინე იყო ის, რომ როგორც ჩანს, ეს კაცი, ეს ჟურნალისტი, რომელიც ასე აქტიურად იყო მემარცხენე ფრთაზე, სინამდვილეში იმ პერიოდში ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმატორი იყო. ვინ იცის, რა ბოროტება იმალება ადამიანების გულებში? სხვა ამბებში, ირანული წყაროების მიხედვით, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი სადრ სოლტანი, როგორც იუწყებიან, დაიღუპა მანქანის ავარიაში, როცა ალი ხამენეის დაკრძალვიდან ბრუნდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ხო განსაკუთრებულია. ჯერ კიდევ 2024 წელს ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმედ იბნ აჰმადინეჟადმა, დიახ, იმავე კაცმა, რომელიც ახლახან მოულოდნელად გამოჩნდა, ეს განაცხადა. ირანის საიდუმლო განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც ისრაელის მოსადის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო პასუხისმგებელი, თავად აღმოჩნდა ისრაელის აგენტი, რითაც მისი თქმით, ირანის სადაზვერვო სისტემაში სერიოზული დარღვევა გამოაშკარავდა. მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ იმავე განყოფილების დაახლოებით 20 წევრი ასევე ფარულად მუშაობდა ისრაელისთვის. მისი თქმით, ამ პირებმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია ისრაელს გადასცეს, რაც მოსადის ყველაზე მნიშვნელოვან ოპერაციებს შეუწყო ხელი ირანში. იგივე მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომელიც როგორღაც ჯერ კიდევ ცოცხალია. შეიძლება ის იყოს. საინტერესოა. თუმცა სწორედ ასე პოულობს ისრაელი თავის ჯაშუშებს, იქ სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები.
ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი ჟურნალისტები ან ფლოტილიის წევრებს შორის, ან ისრაელის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს შორის. არა, თითქოს მე ვიცოდე, მაგრამ ჯერ ერთი ჩვენ ყველას გავართ, ასე რომ ვერ გამოგვარჩია. მაგრამ ბევრი მძაფრი შეგრძნებების მაძიებლისთვის არაფერია უფრო ამაღელვებელი ვიდრე ინსტიტუტში მუშაობა. და სიტყვა ინსტიტუტი ებრაულად ნიშნავს მოსადს სხვათა შორის. და რადგან უკვე ვსაუბრობთ ჟურნალისტების გამოყენებაზე, საშუალო აღმოსავლეთის რეპორტაჟებისა და ანალიზის სიზუსტის კომიტეტმა, უფრო ცნობილი როგორც კამერა, ამ კვირაში მოუწოდა მთავარ მედია საშუალებებს გადახედონ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებებზე რეპორტაჟებს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა მას შემდეგ რაც დილით შეტყობინებები მიიღო ჰამასისა და ისლამური ჯიხადისგან, დაადასტურა რომ კომიტეტმა არასწორად წარმოაჩინა ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და ისინი უდანაშაულო ჟურნალისტებად წარმოადგინა. საზოგადოების მხრიდან ძლიერი კრიტიკისა და ამ კავშირების გამომზეურებელი საგამოძიებო რეპორტაჟების შემდეგ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა 25 ივნისს გამოაცხადა, რომ სრულად გადახედავს თავის მონაცემთა ბაზას იმ მედიის თანამშრომლების შესახებ, რომლებიც ღაზის სექტორში დაიღუპნენ. რამდენიმე წამყვანმა მედია საშუალებამ ხშირად ყოველგვარი განმარტებისა და კითხვის გარეშე გამოაქვეყნა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის უკვე დისკრედიტებული მონაცემები 2025 წლის დაღუპულებზე, სადაც ტერორისტები აღწერილი იყვნენ როგორც ჟურნალისტები, რომლებიც ისრაელის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ მედია გამომცემებთან. ყველაფერი ახლა გამომჟღავნდა. ისიც კი რომ ტერორისტული ჯგუფები ჟურნალისტიკას იყენებდნენ და მედია საშუალებებს აიძულებდნენ საკუთარი წევრები დაესაქმებინათ, 25 წლის წინაც იყო ცნობილი. პირადად მე მივაწოდე ეს ინფორმაცია მათ, მედია საშუალებებს და ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. ისინი თავს ისე იჭერენ, თითქოს არაფერი იცოდნენ. უფლებადამცველი ჯგუფებიც იციან ეს, მედია საშუალებებიც იციან. ისინი შეგნებულად ასაქმებენ ტერორისტებს წლების განმავლობაში და ამის შესახებ გატყუებენ. შემდეგ კი ისრაელს წარმოაჩენენ როგორც ქვეყანას, რომელიც ჟურნალისტებს კლავს. ეხლა კი დაუბრუნდეთ სიახლეებს. თურქეთთან დაკავშირებული ამბავი ცოტა უფრო რთულია. ეს დაკავშირებულია შეერთებული შტატების გლობალურ ხედვასთან. 10 წლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების სტრატეგია ეხორცნებოდა მოკავშირეთა მასიურ ქსელს ევროპასა და არაბულ სამყაროში. მაგრამ ირანთან ბოლო ომმა ეს ილუზია სრულად დაამსხვრია და პენტაგონში მასიური პარადიგმის ცვლილება გამოიწვია. გასულ კვირას ცნობებმა მიუთითა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა ქუვეითში მდებარე თავისი ძირითადი საზღვაო და საჰაერო ძალების ბაზების გადატანას. ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სები, საუდის არაბეთი და ყატარი. ყველა ეს ქვეყანა სრულად მოკლებულია ეფექტურ ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემებს. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამერიკის არაბი მოკავშირეები უკან დაიხიეს, როცა ზეწოლა გაიზარდა. საუდის არაბეთმა აქტიურად უარი თქვა, რომ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს მისი საჰაერო სივრცე გამოეყენებინათ ირანზე საპასუხო დარტყმისთვის. ვაშინგტონმა ბოლოს და ბოლოს მწარე სიმართლე ისწავლა. ის ვეღარ დაეყრდნობა თავის ტრადიციულ ევროპულ და არაბულ პარტნიორობას. მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთი ცეცხლში იყო, ევროპელმა მოკავშირეებმა უარი თქვეს ბრძოლაში ჩართვაზე და იმდენად შორს წავიდნენ, რომ თავიანთი ტერიტორიებიდან აშშ-ს სამხედრო ოპერაციებიც კი დაბლოკეს. ამ ღალატის ფონზე პენტაგონმა წელს ღიად დაახასიათა ისრაელი როგორც მოდელი მოკავშირე აშშ-ისთვის, ერთადერთი, რომელიც სრულად იმსახურებს ამერიკის უპირობო მხარდაჭერას. შედეგად აშშ ჩუმად ცვლის თავის გრძელვადიან სტრატეგიას და გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი მთავარი რეგიონული ბაზები სწორედ ისრაელში ააშენოს. იმიტომ რომ ამ ინფრასტრუქტურის აშენებას დრო სჭირდება და რადგანაც გლობალური საფრთხეები რუსეთიდან იზრდება, პრეზიდენტი ტრამპი იძულებულია ამ პერიოდში რთული გეოპოლიტიკური თამაში ითამაშოს. ეს ყველაფერი ხსნის, რატო ინარჩუნებს ის რთულ მოწინააღმდეგეებთან, მაგალითად თურქეთის ერდოღანთან, ახლო ურთიერთობას, დროებით მეგობრებს ახლოს, ხოლო მტრებს კიდევ უფრო ახლოს იჭერს. და ეს დროებითი შემაკავებელი მოქმედებაა, სანამ რეალური ტექტონიკური ცვლილება მოხდება. შეერთებული შტატებისა და ისრაელის ალიანსის მტრები ხედავენ საითმიდის საქმე. ყატარი და მუსლიმთა საძმო ზუსტად იციან, რას ნიშნავს ამ ბაზის გადატანა. ეხლა ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, რომ ეს პროცესი შეაფერხონ და დაბლოკონ საინფორმაციო სივრცეში. მათი მედია რუპორები ახლა მასობრივად არიან გააქტიურებულნი. მათ წამოიწყეს მასშტაბური, კოორდინირებული სიცრუის კამპანია, რათა მოწამლონ საზოგადოებრივი აზრი შეერთებულ შტატებში და სასოწარკვეთილად ჩაშალონ მტკიცე ალიანსს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის. მათ და სამწუხაროდ გამოცხადდა ტრამპ-ნეთანიაჰუს შეხვედრა. ცნობების მიხედვით უკვე მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კვლავ გაემგზავრება ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად. რას გეგმავენ ეს ორი ჩვენთვის ამჯერად? მომდევნო კვირებში ვაშინგტონში ასევე ელიან ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების ჩამოსვლას. თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი წარსულში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ამ შეხვედრებს როგორც წესი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოხვდებოდა. ასე რომ, რა არის დღის წესრიგში? ზუსტად არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, მაგრამ დროის შერჩევა უყურადღებოდ ვერ დარჩება.
ტრამპის დაბადების დღე 250-ე იუბილეს აღნიშნები უკვე უკან დარჩა და ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს უახლოვდებით. დოქტორი ანან ვაჰაბი ჰაიფას უნივერსიტეტიდან ისრაელში. ისრაელის სტრატეგიაზე რეგიონში ისაუბრა ჩემთან ინტერვიუში, ჩემს გადაცემაში გალილეი ისრაელ რადიო ამ კვირაში. დოქტორი ვაჰაბი განმარტავს, რომ ისრაელი თავის საზღვრებთან ბუფერულ ზონას ქმნის, განსაკუთრებით იქ, სადაც ისინი ველურ უკონტროლო სივრცეებსა და ჩამოშლილ სახელმწიფოებს ესაზღვრებიან. მაგრამ ბუფერული ზონები უნდა იყოს დემოგრაფიული, პოლიტიკური და სტრატეგიული და არა მხოლოდ ხაზები ფიზიკურ რუკაზე. დოქტორი ვაჰაბი ამას ჰიბრიდული ალიანსების დოქტრინას უწოდებს. ჩვენ აღარ ვებრძვით ტრადიციულ არმიებს, ჩვენ ვებრძვით ჰიბრიდულ ტერორისტულ ორგანიზაციებს, არასახელმწიფო აქტორებს, რომლებიც სრულფასოვანი სამხედრო ძალებივით მოქმედებენ. მათ აერთიანებენ მმართველობას, ეკონომიკურ კონტროლს და ფსიქოლოგიურ ომს ერთ მთლიანობაში. და რადგან ტერი ჰიბრიდულია, ისრაელის სტრატეგიაც უნდა შეესაბამებოდეს მათ. ისრაელმა უნდა შექმნას დახვეწილი ქსელი რეგიონული პარტნიორების, ადგილობრივი თემებისა და ზომიერი არასახელმწიფო აქტორების, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესი სტაბილურობასა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოლო ტერიტორიის დაკავება ან ლიბანში სამხედრო ყვითელი ხაზის გავლება არ იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ერთადერთი მდგრადი გამოსავალია ტერორისტული ქსელების გადამწყვეტად დამარცხება და ამავდროულად ალიანსების შექმნა დამოუკიდებელ ავტონომიურ ადგილობრივ თემებთან, რომლებსაც სურთ პროქსი რეჟიმის დასუსტება. დოქტორი ვაჰაბიც ასევე აფრთხილებს, რომ თუ დასავლეთი დაუყოვნებლივ არ მოახდენს სამხრეთ სირიის რეგიონის სტრუქტურულ გადახალისებას, ის გადაიქცევა უკანონობის ვაკუუმად. ჩვენ უკვე ვხედავთ მუკავამას მოდელის საშიშ ჩანასახებს. შეიარაღებული ტერორისტული მოძრაობები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო სტრუქტურების მიღმა და მარტივად შეიძლება გადაიქცნენ ისრაელის საზღვრებთან მტრულ პროქსად. მისი საბოლოო დასკვნა ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოფხიზლების ზარია. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად შეერთებული შტატები ცენტრალურ როლს ასრულებს რეგიონული წესების ჩამოყალიბებაში, ისტორია ამტკიცებს, რომ ზე სახელმწიფოების ჩართულობა დროთა განმავლობაში იცვლება. ისრაელმა დღესვე უნდა მოემზადოს იმ მომავლისთვის, როდესაც შეიძლება მარტო დარჩეს. რეგიონში ადამიანებს შორის ესეთი ალიანსების შექმნა გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საკრდენია მომავალი ათწლეულებისთვის. რადგან საბოლოო ჯამში ბუფერული ზონები მხოლოდ მიწა არ არის, ისინი ადამიანები, თემები და საერთო ინტერესებია. გადავიდეთ სხვა ბრძოლის ველზე და მიუბრუნდეთ საინდეთ საინფორმაციო ფრონტს, რომელშიც ისრაელი ბრძოლაშია. ისრაელი კომენტატორი მიხა დანციგი, რომელსაც ადრე პოდკასტში ვესაუბრე, გასულკვირა საინტერესო სტატია დაწერა The Jewish Journal-ში, სადაც ის განიხილავს თუ როგორ ამახინჯებს მემარცხენე ფრთა დღეს ტერმინ ძირძველის ისტორიულ განმარტებას. თუ ებრაელი ხალხი წერს ის, რომელთა ენა, ცივილიზაცია, კალენდარი, ლიტერატურა და სამართლებრივი ტრადიციები ისრაელის მიწაზე წარმოიშვა, რომელთა უწყვეტი ყოფნა იქ 300 წელზე მეც მოიცავს და რომელთა ლოცვებიც თითქმის 2000 წლეულის განმავლობაში იერუსალიმისკენ იყო მიმართული. თუ ჩვენ არ ვართ ამ მიწის მშობლიური ხალხი, მაშინ სიტყვა მშობლიური კარგავს ყოველგვარ აზრს. გამორჩეული ისტორიული უკუსრით, ისრაელისა და იუდეის იძულებითი გადარქმევა პალესტინად ახლა აღიქმება როგორც მშობლიურობის მტკიცებულება, მაშინ როცა ის ხალხი, ვისი სამშობლოც გადაერქვა, უცხოებად არიან წარმოჩენილნი. ის აღნიშნავს, რომ ევროპული საზოგადოებები დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ ებრაელებს არაევროპელებად, არათეთრებად და უცხოებად, ხშირად ძალადობრივადაც კი, ხოლო თანამედროვე დისკურსში მოულოდნელად წარმოაჩინეს ებრაელები როგორც თეთრი ევროპელი კოლონიზატორები. მისი თქმით ეს უკუსლა პოლიტიკურად მოსახერხებელია, მაგრამ ისტორიულად არათანმიმდევრული. დანციგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადგილობრიობა ნიშნავს წარმოშობას და არა იმას, სად ცხოვრობდა ხალხი. უახლეს პერიოდში მოსახლეობა შეიძლება საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდეს სადმე ისე, რომ იქ არ ჩამოყალიბებულა როგორც განსხვავებული ხალხი. გადასახლება არ აუქმებს ადგილობრიობის სტატუსს, სუსტად ისე, როგორც ამერიკელი ინდიელების ტომებმა არ დაკარგეს თავიანთი სტატუსი იძულებითი გადასახლების შემდეგ. თუმცა დღევანდელ დისკურსში დანციგის თქმით, ადგილობრიობა სულ უფრო მეტად განისაზღვრება არა წარმოშობით ან უწყვეტობით, არამედ საკუთრების წართმევით. და ეს სტანდარტი არათანაბრად გამოიყენება მხოლოდ ებრაელებზე. თუ ებრაელი ხალხი არ არის ისრაელის მიწის ადგილობრივი, მაშინ ადგილობრიობა ისტორიული ცნება აღარ არის. ის გადაიცა პოლიტიკური იარაღად, რომელიც გადაკეთდა ერთი ხალხისთვის და მხოლოდ ერთი ხალხისთვის. ეს მცდელობა უარ-on-ჩვენი კავშირი ისრაელის მიწასთან არაფერია ახალი. წარსულში იყვნენ ექსპერტები და კრიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მაგალითად მეფე დავითის არსებობა მხოლოდ მითია. გამოგონილი ზღაპარი, ხალხური გმირი, რომელიც საუკუნეების შემდეგ მოიგონეს. მაგრამ მეგობრებო, ისინი სერიოზულად გაოცდნენ.
ისტორიას აქვს უცნაური თვისება, პირდაპირ იქ დაგიტოვოს სიმართლე, სადაც ამ თვესაც კი შეგიძლია იპოვო იგი. 1993 წლის ივლისში საოცარმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ მსოფლიო შეძრა ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე უძველეს ადგილას, სახელად თელ-დანში. არქეოლოგებმა ამოიღეს გატეხილი შავი ბაზალტის ქვის ნატეხი უძველესი კედლიდან. ეს იყო გამარჯვების მონუმენტი, რომელიც თითქმის 3000 წლის წინ იყო დაწერილი. ის დაწერილი იყო მთრის, არა მეული მეფის მიერ, რომელიც ბრძოლაში გამარჯვებას იწონებდა. როდესაც ექსპერტებმა თარგმნეს უძველესი წარწერა, მათ ქვის ზედაპირზე აღმოაჩინეს ფრაზა ბეთ დავით, დავითის სახლი. ის მტერი მეფე ბიბლიას არ კითხულობდა და არც ბიბლიიდან ციტირებდა. ის აღწერდა რეალურ სამხედრო კამპანიას, ისტორიული სამეფო დინასტიის, მეფე დავითის შთამომავლების წინააღმდეგ. ეს აღმოჩენა მხოლოდ იმ ძველი ებრაელი მეფეების სახელებს არ ადასტურებდა, ვის წინააღმდეგაც ის იბრძოდა, არამედ მთელ მსოფლიოს დაუნტკიცა, რომ მეფე დავითის არსებობა სრულიად რეალური იყო. დღეს ხშირად ვისმენთ, როგორც წერენ ადამიანები ისტორიას თავიდან. დარწმუნებული ვარ, გინახავთ პოსტები, სადაც ადამიანები სვამენ მარტივ კითხვებს მათ მიმართ, ვინც ამტკიცებს, რომ ისინი აქაური აბორიგენი ხალხი, პალესტინელები არიან. სთხოვენ დაასახელონ ერთი არაბი პრემიერ-მინისტრი ამ მიწაზე 1948 წლამდე, ან დაასახელონ ნებისმიერი უძველესი პალესტინელი ლიდერი ანტიკურ პერიოდიდან. ან თუ იესო პალესტინელი იყო, სად წერია პალესტინა ქრისტიანულ წმინდა წერილებში? სად წერია ფილისტიმი? მათსავე წმინდა წიგნებში, ბიბლიაში პირდაპირ არის საუბარი მეფე დავითზე, ხოლო უძველესი ტექსტების კრებულები, როგორიცაა 2000 წლის წინანდელი მკვდარი ზღვის გრაგნილები, ადასტურებს ბიბლიის არსებობას. სულ მცირე, ისინი ნამდვილად არსებობენ. ძველი რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერდა ებრაელთა ომების შესახებ, სადაც ის აღწერს ებრაელთა აჯანყებას რომაული ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვით 92 წელს. ის პალესტინას არასოდეს ახსენებს. ის ბიბლიიდან გარეთ პირველი ავტორია, ვინც იესოს ახსენებს. მის წიგნში იუდეველთა სიძველენი, რომელიც დაახლოებით ქრისტიანული ერის 94 წელს დაიწერა, იოსებ ფლავიუსი იესოზე საუბრობს. ეს მონაკვეთი ცნობილია როგორც Testimonium Flavianum. იესოს პალესტინელად მოხსენება 1000 წლის შემდეგაც კი არ არსებობს. სწორედ მაშინ დაიწყო ჯვაროსნული ომები, როდესაც ქრისტიანები მოვიდნენ, რათა გაეთავისუფლებინათ ეს მიწა არაბი დამპყრობლებისგან, რომლებმაც ეს რეგიონი დააკოლონიზეს. როგორც მათი ჩვევა იყო, გზადაგზა დრო გამოჰყავდათ ებრაული ქალაქებისა და ცენტრების დასარბევად. ეს ტერიტორია ასობით წლის განმავლობაში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის გადადიოდა ხელიდან ხელში, სანამ საბოლოოდ ოსმალეთის იმპერიამ არ აიღო კონტროლი. და მათ ეს რეგიონი თითქმის 400 წლის განმავლობაში აკონტროლეს. ჩემი აზრი ისაა, რომ იმ პერიოდში არც ერთმა ჯვაროსანმა ევროპულმა სახელმწიფომ და არც მუსლიმურმა სახელმწიფომ არც ერთ დროს მათ არ უსაუბრიათ პალესტინური ერთეულის შესახებ და არც უფიქრიათ, რომ პალესტინის ადგილობრივი მოსახლეობა არაბები იყვნენ. არც ერთხელაც კი არ უცდიათ არაბული პალესტინური სახელმწიფოს შექმნა, რადგან ასეთი არასოდეს არსებობდა. ეგვიპტელები, იორდანიელები, სირიელები, თურქები, ესპანეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია. არც ერთი იმ ერის, რომლების დღეს ასე აღშფოთებულნი არიან პალესტინური სახელმწიფოს გამო, ადრე არასოდეს უფიქრიათ მის შექმნაზე. მათ შეუძლიათ შეთხზან მტკიცებები და რეალობაზე ცრუ წარმოდგენები, მაგრამ თავად ისრაელის მიწის ნიადაგი სიმართლეს ავლენს. ყველამ უნდა დავიმახსოვროთ ეს. ისლამური კოლონიზატორები და დღევანდელი რევიზიონისტები შეიძლება ცდილობდნენ წარსულის გადაწერას, მაგრამ ისინი ვერასდროს დაამარცხებენ ქვის ზედაპირზე დაწერილ სიმართლეს, რომელიც მთელ ისრაელის მიწაზეა გაფანტული. მე დანიელ სიმანი ვარ. შემომიერთდით მომავალ კვირასაც გადაცემაში Straight Happy, JNS-ის სტუდიებიდან აქ იერუსალიმში, ებრაელი ხალხის შიდა დედაქალაქში ისრაელში.